ქაბაბს ვაკეთებ დღეს რა, აღონ პირველად ვაკეთებ ცხოვრებაში ქაბაბს. ირაკლი მითხრა გუშინ აი ამ ტიპმა, რომ წვადებს რომ წოვთ, სულ ქაბაბი გავაკეთოთ, რომ მარტივი იქნებაო და უყურე ერთი 20 ვიდეოს დღეს. მგონი რომ კაი გამომივა, აი სპეციალურად ვიშოვე. ესეთი განიერი შამპურები ქაბაბისთვის, იმიტომ რომ წვრილი არ გამოდგება. და მოდი დავიწყოთ რა, ესე იგი. ღორის ხორცი, ჭრელი, ნეკდის ნაწილი არის და 500-600 გრამი არის. უნდა იყოს ცხიმიანი აუცილებელია, ასევე ნაყიდი გვაქვს. ქათმის ფილე 500 გრამი და გულის ბეჭი. დაახლოებით კილო 300 არის რა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც მითხრეს არის რომ ყველაფერს დავჭრე ერთად, სანამ გავატარებ, ერთად თვითონ ჩავყარო ყველაფერი ერთ ჯამში და ერთად მოუზილო რა. მარტო ხორცები არა, ხორცები, ხახვი, წიწაკა და ქინძი. კარგად ასე ამოუზილოთ გატარებამდე. ნახეთ რა გამოდის, კინაცოვალი მართლა რა. აი, შევ ვიწყებ გატარებას. ხორცი გავატარო დღეს პირველად ცხოვრებაში. ხორცი არ გამიტარები არა დროს. მოგესალმებით, თან ქაბაბი არის ძირძველი ქართული კერძი რა. ანუ ქართული მოიგონოს ეს კერძი დაახლოებით მე-5 საუკუნეში. ნახეთ რა ლამაზი ფარში გამოდის მეგობრებო. ეხლა გავულახოთ ეს ხორცი. რო არ ჩამოგეშალოს რო ააცვო. ჰაერები არ დარჩეს შიგნით და არ გაიკეთოს ღარები. მაგისთვის არის საჭირო ეს გავახვა რა. ესე ავიღებ კარგად. ვის წარმოიდგენ ეგ ეს თქვი? ვიტყოდი მანა. არ გინდა რა. აიცა ბიჭო. არ გინდა. გამანები თავი ბიჭო. ჯამში სამჯერ გავულახეთ უკვე ხორცი და შო უკვე გადავაკრავ ამ პარკს და წავედ მასიორში ხა რა. სანამ ხორცი მასიორში დაისვენეს მანამდე ამოთო ცეცხლი რა. ავაცვავ ხა უბრალოდ ძალიან საკამათოებად გამომივა, იმიტომ რომ ყველაზე რთული, როგორც მითხრეს და როგორც მეც გავიგე, არის აცმა. ქაბაბის შეჭვაში. როლი გამოვიდა მე მგონი რა. ავაცვი რა ვიცი, ღმერთი ჩვენს კერო არ ჩამოიღრება რა, მე არ ჩამოიღრება. რა გინდა, კაი ვიძე არის თო. მანამდე გამოვიდოთ გამოსაღებად ეს ყავაში. და მე მგონი ის არის მზად არის რა, არ ვიცი. თუმცა მოხსნა არ ვიცი როგორ ხდება, მარტივად იზავს თუ არა. კი, ნახე, თავია დაძრა. ოპა. მეოთხე რიგით ქაბაბი. მაგრამ გამოიყურება. სუნია. კაი აქვს, წავედი.